ჩემო მეგობრებო, ნახეთ, რა მინდათ რო განახოთ 95% დაიტენა. დამჭა 5% და 7 წუთი. და უყურეთ რა ღირს. ესე იგი 1 კილოვატი ღირს 0.46 ცენტი. სულ ჯამში გადავიხადე 24, ეს დამრგვალდება ხა 25 ევრო. წარმოგიდგენიათ 25 ევრო. სულ უწერია 350 კილომეტრის გავლა, მაგრამ მე ვერ გავდივარ 200 კილომეტრს. რატო ვერ გავდივარ? ახლა იმ დღეს ვიყავი ტესლაში და ამიხსნეს ასე. ზამთარი რო არის, ბევრს წვავს, ფეჩი არ უნდა ჩართოთ, სითბო არ უნდა ჩართოთ, მაგნისა მუსიკა არ უნდა ჩართოთ, ნელა უნდა იაროთ, როგორც მე დავდივარ 150 კილომეტრს გავდივარ ხოლმე მთელი დადენი და იძახიან ტესლა არის ეკონომიური. ეს არის ეკონომიური მანქანა. სხვა მანქანა მყავს 30 ევროს დიზელს რო ჩავასხამ ხოლმე ერთი კვირა დავდივარ. სიტყვაზე გეუბნებით რა და არანაირი ეკონომიური მანქანა ეს არ არის. თან დენი ძვირია აქ. ასე რომ არ იყიდოთ ტესლა. ვისაც გინდათ, ვისაც გაქვთ ჩაფიქრებული, ეს ჩემო მეგობრებმა შემიყვანა შეცდომაში და მაყიდია. გაიხარეთ ჩემო მეგობრებო, მიყვარხართ ყველა თქვენი კახაბერცერცვაზე, პანე ჯორჯიანო.